მოგესალმები. დღეს ჩვენი გაკვეთილის თემა რიცხვი 4 და პატარ-პატარა დავალებებს გავეცნობით აი ამ რიცხვთან, აი ამ ციფრთან დაკავშირებით. სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, მოდით დავითვალოთ 4-მდე. ერთი, ორი, სამი, 4. ერთი, ორი, სამი, 4. ახლა დავითვალოთ უკუთვლით. ანუ ვიწყებთ თვლას 4-დან და უკუთვლით 1-მდე ვითვლით. ახლა დავიწყოთ 4, 3, 2 და 1. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ 4, 3, 2, 1. 4 გაჩნდა 3-ის შემდეგ, ხო? ჯერ იყო 1, მერე 2, მერე 3 და ახლა გავჩერდით 4-ზე. ახლა კიდევ ერთხელ შევეცადოთ დათვლა. დავითვალოთ 1, 2 კვადრატებს ვაკეთებთ, ხო? 3 და 4. ახლა ისევ უკუთვლით. 4, მოდი უკუთვლით სხვა ფერი ხო არ გავაკეთოთ. 4, 3, 2, 1. კიდევ ერთხელ დავსვათ ციფრები. 1, 2, 3, 4. 1, 2, 3, 4. მოდით ახლა ცოტა განსხვავებული დავალება გავაკეთოთ და ყოველი ციფრის ქვეშ გავაკეთოთ შესაბამისი ნახატი. მოდი ავირჩიოთ რგოლები. ერთიანის ქვეშ გვექნება 1 რგოლი. გაცრავად. უკან გავიდეთ. 1 რგოლი. ორიანის ქვეშ რამდენი რგოლი უნდა დავხატო? რა თქმა უნდა, მართალი ხარ. 2 რგოლი, 1 და 2. აი ასე. 3-ის ქვეშ რამდენი იქნება საჭირო? დიახ, რა თქმა უნდა, 3 რგოლი, 1, 2, შეგიძლიათ მეულშიც გააკეთოთ თქვენ იგივე სამუშაო. და ახლა ვაკეთებთ რამდენს? 1, 2, 3 და 4. აი ასე. ჩაწერილი ციფრები რაოდენობასთან დავაკავშირეთ. ეს არის 1, ეს 2, ეს 3, 1, 2 და 3 და ბოლოში გვაქვს 4, 1, 2, 3 და
4. მას დღეს ჩვენი სტუმარია 4-იანი რიცხვი 4. დიახ, მე 4-იანი ვარ. გვესაუბრება 4-იანი. როგორ გავჩნდი? როგორ გავჩნდი? დავითვალოთ 1, 2, 3 და 4. რა თქმა უნდა, მართალი ხარ. აბა, როგორ ვიწერები ნეტავ? დამაკვირდით კარგად? ნახეთ როგორ ვაკეთებ? ესეც ასე, დავწერეთ 4. ახლა კი ამ წიგნში ჩავიხედოთ, ნახოთ რა ხდება. გვაქვს 2 თარო. აქ რამდენი წერტილია? 4 წერტილი. შესაბამისად, უჯრაში წერია 4-იანი. აქ რატომ წერია 4? იმიტომ რომ 4 ვაშლია 1, 2, 3 და 4. შენ თუ ასე დაითვალე ზუსტად, როგორც მე. ყოჩაღი ხარ, ძალიან მაგარი ხარ. ახლა წავიკითხოთ შეკითხვები. რამდენი წრეა ერთობლიობაში? მოდი დავითვალოთ წრეები. 1, 2, 3, 4. კი ბატონო. ამ 4 წრიდან ლურჯი რამდენია? შენ თუ 2-ს ამბობ, მართალი ხარ. წითელი წრე რამდენია? 2. რამდენია ლურჯი ფერის ფიგურა? არა მარტო წრე, ზოგადად ფიგურა. დავითვალოთ ლურჯი ფერის ფიგურები. 1, 2, 3 და 4. 4-ია, ყოჩაღ. მოდი ბარემ წითლებიც დავითვალოთ და მწვანეებიც. რომ შეხედავ ამ ერთობლიობას, ყველაზე ცოტა რა ფერია? მწვანე ფერის ფიგურები. რამდენია? დიახ, 2. დაგვრჩა წითელი ფერი, მოდი ესეც დავითვალოთ. რამდენია? რა თქმა უნდა, 3. ყველაზე მეტი არის ლურჯი ფერის ფიგურა. სამკუთხედი, წრე და წრე. ახლა ამ სურათს დავაკვირდეთ. რამდენი კვადრატია დახატული? თითოეულ რიგში. დავიწყოთ ზედა რიგიდან. რამდენია? 4. აქაც 4. აქაც 4. რომც არ დავითვალოთ, ისედაც მივხვდებით ალბათ რომ 4-ია, იმიტომ რომ ამათ ქვეშ არის ზუსტად მიხატული და არც ერთი გარეთ არ გამოვიდა, ზედმეტი არც ერთი. ამით მივხვდით რომ ყველგან 4-4 იქნება. თუ გნებავთ, გადავამოწმოთ. 1, 2, 3, 4, 1, 2, 3, 4, 1, 2, 3, 4. ეხლა მოდი შევხედოთ ზედა ჰორიზონტალურ ხაზს, აი ამას. და ფერების მიხედვით, როგორც სკოლაში გავაკეთეთ ხომ წრეებზე, ფერების მიხედვით შევქნათ, მოვიფიქროთ მაგალითი. 1 წითელი, 3 ყვითელი. როგორ იქნება მაგალითი? რა თქმა უნდა, 1 + 3.
1-ს მივუმატოთ 3. აი აქ კი უნდა გამოვიცნოთ რა უნდა ჩაიწეროს მიმატება თუ გამოკლება. 1 და 1 გვაძლევს 2-ს. იყო 1, კიდევ 1 და მივიღეთ 2. მაშინ რა უნდა ჩაიწეროს? რა თქმა უნდა მიმატება. იყო 2 და დარჩა 1. ანუ რაოდენობა შემცირდა. მიემატა თუ გამოაკლდა? 2-ს. დაემატა 1 თუ გამოაკლდა? 1 უნდა მივიღოთ. აბა დაფიქრდი? რა თქმა უნდა, ნაკლები რიცხვი მივიღეთ და ეს ხდება თუ გამოვაკლებთ. მიმატების დროს ის ხდება რაოდენობა, რომ მიმატებულიყო 2-ს 1, რომ დამატებოდა, მაშინ აქ იქნებოდა 3. აი როგორც აქ. იყო 2, დაემატა 1 და გახდა 3. აი ეს მაგალითები უნდა გადაწეროთ რვეულში და სადაც საჭიროა ჩაწეროთ მიმატება, სადაც საჭიროა გამოკლება და ასე შემდეგ. თავარია არ ინერვიულოთ, შვიდად წყნარად გავაკეთოთ. შეგიძლიათ ეს ყველაფერი უფროსების დახმარებით გააკეთოთ. აი ნახეთ, ეს მაგალითები ზუსტად ისეთი იმ ტიპის არის, როგორც რვეულში გავაკეთეთ, როგორც წეღან გავაკეთეთ კვადრატების შემთხვევაში. ნახეთ, აი ნიმუში, პირველი ნიმუში, რატომ წერია 3, იმიტომ რომ 3-ის მწვანე ფერის კვადრატია. რატომ წერია 1, იმიტომ რომ მიემატა 1. 3-ს პლუს 1 ტოლია 4-ის. აქ 2-ია, მიემატა წითლები, რამდენია წითელი? ჩაწერ აქ. სულ რამდენია? მიუწერ პასუხს. აქაც ასევე. დაემატა 3, აი ეს 3-ია დამატებული წითლები. წინ რამდენია მწვანე? ჩაწერ აქ და პასუხსაც მიუწერ. აი სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა. იმედია ძნელი არ იყო შენთვის. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. დავალებები გავაკეთოთ საშინაო დავალების რვეულში. მაგალითები. მხოლოდ მაგალითები. და ფიგურები. დავხაზოთ ფიგურები, რომელიც აი აქ ქონდა მოცემული. აი აქ. აბა, გემშვიდობებით, მე და ჩემი ფიშო.